ახალ არჩევნები 2010 და კანდიდატების შეხვედრებით დღევანდელი სამუშაო დღე თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულოვამ ლილოში მდებარე სასათბურო მეურნეობაში დაიწყო. გიგი უგულოვა სათბურის თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში მებაღედ მუშაობდა, სადაც მან საყვავილე კონსტრუქციები გააკეთა. ყვავილები გადარგო, მიწა გაანაყვიერა და დეკორატიული ბაღის გაშენებაში მიიღო მონაწილეობა. სათბურში, სადაც სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტი ჯიშის მცენარეა, 120 ადამიანია დასაქმებული. თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისთვის საინტერესოა ყოველდღურად სხვადასხვა სამუშაოს შესრულება ამ პროცესში თუ თბილისელებთან გასაუბრება და მათი გამოცდილების გაზიარება. გიგი უგულოვას ქვით მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიის ადამიანის შრომა იყოს დაფასებული და შეექმნას სამუშაო ადგილები, რათა თბილისელებს მიეცეთ დასაქმების შესაძლებლობა. ანუ დამზადებ კითელი აქ ვარ და ფინკა ბანკი კრედიტი. ფინკა კი რაღაც მიკროკრედიტები. აქ წელი მუშაობ. გადავიღალეთ არის. წამოხვიდით. ხო, და ეს არის ჩემთვის თერაპია. და რა მიმართულებით იყო ხოლმე ეს პროცესი? იყო რა, უფრო ვაჭრობა. ვაჭრობა. იყო ვაჭრობა, დაისახება ყველაფერზე. სიუჟეტი ხელფასზე, დორორაკასზე, შეღარიბებს, ინტეგრაცია დიდი პრობლემები თუ გაქვს. არგიბულებს ეს შეიძლება ხელფასი კომისიური და უკეთეს პრობლემები არის ხოლმე და ამიტომ სანერგულო ამხრივ არის. თან პასუხს ხოლმე მაგის გამო. და აბრუნებინე როგორც გინდა. ანუ ამოგებაც თქვენზე. ხო, იქ ესე ახლა დიდ ბანკებში არ არის ასე. ის ხო იქ ცალკე სამსახური. აქ შენახარ პოლიციები და ყველაფერი. და ართული იყო ახლა. გამძლელი რა. აქვს უშველები აქ ვარ კურორტზე. სხვებსაც ხომეუბნებით რომ ეს ჩვენია. ნუ მაგარი განცდა რომ გაივლი და ეს ჩემი ყვავილია. მერვე ლეგიონის დასახლებაში ავარიული სახლების სავალალო მდგომარეობაშია კორპუსებს, სადაც საბჭოთა წლებში სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობდნენ, დიდი ხანია რაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. ადგილობრივი მოსახლეობა შენობის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვს. დღეს მოთხოვნები ხალხმა ბაზისუბანსა და მერვე ლეგიონის დასახლებაში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ გაჩიჩილაძეს წარუდგინა. შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისათვის კარგად ცნობილი შონზო საგრებულოს წევრის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ხალხს ამ პრობლემების მომყვალებას დაბერდა. კანდიდატი ამბობს, რომ მისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად მთავარი მოსახლეობის დასაქმებაა. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში შევიმუშავებთ ერთად მკვეთრ და ეფექტურ ზომებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და რაც მთავარია, ამავდროულად სამუშაოების ჩატარების პროცესში ჩავრთავდა დავასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას. დააკვირდა სამსახური იქნება, ანუ ყველაფერს რაც თქვათ ხალხს აწუხებს, ყველაფერს შევასრულებო სამსახურის დაობაზე დაძღვევაცო და პლუს აი სკვერების გაკეთებაც. ნიკა ივანიშვილი გამარჯვების შემთხვევაში ჩუღურეთის განვითარების ფონდის შექმნის პირობას დებს, ეს დაპირება ხალხს დღეს სახალხო დემოკრატების ლიდერმა მისცა. ივანიშვილი დღესვე მოსახლეობას გია შერვაშიძესთან ერთად შეხვდა. შერვაშიძე სახალხო დემოკრატების პარტიის მხარდაჭერით ამ რაიონის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. სახალხო დემოკრატებმა დღეს ამობჩოლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. გამარჯვების შემთხვევაში ამ უბანში დანგრეული სახლების აღსადგენად ნიკა ივანიშვილის გუნდი თანხებს ევროპელი მეგობრებისა და მეცენატების დახმარებით მოიძიებს. დიდი ხანია ჩვენი შტაბი ჩუღურეთში მუშაობს, ეს ადამიანები როგორც მოგეხსენებათ, წვანეთა პარტიასთან ჩვენ გამოდივართ ბლოკის სისტემით, გადავწყვეტ ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩუღურეთის რაიონი, მთლიანად დააკომპლექტეს წვანეთა პარტიის ლიდერებმა და ჩვენი სახელით იყრიან კერძი. პირველ რიგში ჩვენ როგორც კი გავიმარჯვებთ ორივე, შევქმნით ჩუღურეთის განვითარების ფონდს, რომელშიც აკუმულაციას გაუკეთებთ იმ თანხებს, რომლის საშუალებით გადაწყდება ყველა ის პრობლემა მოსახლეობისათვის, რომელიც ჩუღურეთში დგას. ვაზისუბნის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას ითხოვს. ხალხი ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან შედარებით ისინი უსამართლო პირობებში არიან, რადგან საფასურს სრულად იხდიან, თუმცა წყალი მხოლოდ გრაფიკით მიეწოდებათ. მოსახლეობის ამ პრობლემებს დღეს ირეკლი ალასანია და ლევან იზორია ისმენდნენ. თბილისის საკრებულოში ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი მერიას თხოვს, ან მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება აღუდგეს, ან წყლის საფასურის ნაწილი გადაიხადონ. ის ვალდებულება, რომელიც აიღო დღემდე გრაფიკით მიეწოდება წყალი. დღემდე ეს შენობების ძირითადი ნაწილი არის ავარიულ მდგომარეობაში, წყალი დგას საძირკველში და მათი ცხოვრება არის პრაქტიკულად ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. აი ეს ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადაწყდება ჩვენს მიერ 30 მაისის შემდეგ. ან 24 საათიან რეჟიმში მიაწოდონ წყალი და შესაბამისად რასაკვირველი ის გადასახადი, რომელსაც ხვები იხდიან, იყოს მათთვისაც დადგენილი, ან კიდევ იმისთვის, რაც ამ 4 წლის განმავლობაში და
ამ ხელმძღვანელობის ქვეშ მათ უწევდათ გადასახადის გადახდა კომპენსაციის სახით, ან დაუქვითონის გადასახადები, ან გარკვეული კომპენსაციები გადაუხადოთ. კორპუსებიც ავარიულია ჩვენთან, ზემოდან მეცხრა როცა წვიმებია, ყოველთვის წყალი ჩამოდის თითქმის მეხუთე სართულამდე და ინგრევა და თითქმის კედლებიც იგრევა ნახევარზე მეტი. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ანტისანიტარია შენობა კი ავარიულია. ეს განცხადება დღეს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა გააკეთა, რომელმაც კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა. ხიდაშელი ამბობს, რომ საავადმყოფოს თბილისის ბიუჯეტის პატრონაჟის ქვეშ უნდა მიეცეს დაფინანსება და ეს პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა. ფაქტორიებიც ავსია. ეს ჩვენ ვეუბნებით თბილისელებს, რომ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მოექცევა თბილისის პატრონაჟის ქვეშ, თბილისის ბიუჯეტის პატრონაჟის ქვეშ. მე ვიცი, რომ მეტყვიან, რომ ინვესტორს ელოდებიან, მაგრამ შეიძლება ინვესტორი 20 წელი არ გამოჩნდეს. პირველად ღონისძიებები გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, რომელიც საჭირო არის, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს აქ, რათა ბავშვების ჯანმრთელობა მუდმივი საფრთხის ქვეშ არ იყოს. ქრისტიან-დემოკრატების შიდა კონსულტაციები აჭარაში დღეს გიორგი თარგამაძე რაიონში მისი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს შეხვდა. სასტუმრო ბაკურში გამართულ დაახურულ კონსულტაციებზე საარჩევნო სტრატეგიის დეტალები და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული ხაროეზების შესახებ ისაუბრეს. ქრისტიან-დემოკრატებს აჭარის ყველა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ჰყავთ. აჭარაში ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დღე უფრო მეტად ძლიერდება, შედეგები ჩანს არჩევნებში და დარწმუნებული ვართ, რომ თვითმმართველობის ორგანოებში ჩვენი პოლიტიკური გუნდი იქნება წარმოდგენილი ძალიან მრავლად და რაც თავარია ამ გუნდს ექნება ყველა შესაძლებლობა და რესურსი საიმისოდ, რომ ჩვენი სოფლების, ჩვენი ქალაქების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა კი ქუთაისელ ამომრჩევლებს დღეს გიორგი ახვლედიანმა გააცნო. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას სოციალური პროექტების შემუშავებასა და დასაქმებას პირდება. დღესვე ახვლედიანმა საფიჩხის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ენერგეტიკოსი მამუკა ჩიხლაძე დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლაში უკვე ჩაერთო. დღესვე ახვლედიანი ქუთაისის ინვალიდთა პანსიონატში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდა. დღეს დასაქმების მიმართულებით, სოციალური საკითხების მოგვარების თვალსაზრისით, დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, ხელისუფლება ნაბიჯს ერთსაც არ დგამს. ეს არის ის რეალობა, რის გამოც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ძირეულად პოლიტიკური სისტემა. ძალიან მოძებს მათი პროგრამა მისაღებია და ეს ხალხისთვის არის ნამდვილად არის სასარგებლო. მინდა ვთხოვო ჩამოვიდეთ ჩვენ სოფელში, ნახოთ ჩვენი გასაჭირი. მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებს თბილისის მერია თუთიის შემცველი მაღალრადიაციული მასალებით ხურავს, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია. ეს სკანდალური ინფორმაცია დღეს ქრისტიან-დემოკრატების თბილისის საარჩევნო სიის მესამე ნომერმა ზაზა გაბონიამ გაავრცელა. გაბონიამ მოითხოვა შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ ფაქტს გამოიძიებს. ოპოზიციის წარმომადგენელმა დღეს მერიაში წერილი შეიტანა და ამ საკითხის შესწავლა მუნიციპალიტეტისაგან მოითხოვა. შეიქმნა სპეციალური კომისია, სადაც ჩვენს პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევლენ მერიის და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რათა დაიდოს კვალიფიციური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს თუ არა მართლაც მსგავსი საფრთხე, რომელმაც შეიძლება სერიოზული გავლენა და უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ქუთაისელი კონსერვატორები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და საქართველოს ყველა პენსიონერისათვის პენსიის გაზრდას მოითხოვენ. ძიძიგური კუკავას გუნდის წევრები ამბობენ, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში პენსიონერთათვის სხვადასხვა ოდენობის დახმარების გაცემა ეს მათი დისკრედიტაციაა. დღესვე კონსერვატორები ავტომშენებლის დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. უბნის ამომრჩევლთა ხმებისათვის ბრძოლაში დღეიდან პედაგოგი თენგიზ ხვადაგიანი ერთვება. ის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი დაპატიმრებების განხორციელების პირობას დებს, მათ შორის არის პენსიის გაზრდა $100-მდე. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშაო ადგილები და სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ეს საკითხებია, რაზეც ვიაძიდგური ჭუღურეთის რაიონის მოსახლეობას ესაუბრა მერობის კანდიდატმა ლამის ქუჩის მოქალაქეებთან პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მათ დახმარებას დაპირდა. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ეს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დედაქალაქის ყველა მოქალაქე დასაქმებული იყოს. უმუშევრობა ძირითადი პრობლემები, წამლის ფული არა აქვს, ძირითადი პრობლემები, გზებია დამტრეული. ეს არის ასევე
ყველაზე მტკივნეული საკითხები ჩუღურეთის რაიონში ავარიული სახლები, ეს ქრონიკული პრობლემაა 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა და ერთი თემა, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე, რომ ყველანი გამოვიდნენ არჩევნებზე. ეს განცხადებები ყველაფერი ამას